იგარი. იღებს? კი. ძალიან კარგი. ემზადებით პირველი ფრენისთვის. დავითო, ამოჩეჩე რა წელი გასურათ. იგარ. კი, გადამოწმებულია GoPro მუშაობს. ხარ ხოლმე დაკეცილი და არა, ობელი მაგრა იწოვს. პირველი ფრენაც ასეთი უნდა გავეშვით. ან დამოკიდო ხელი. ოკეი. რა მაგარია. მაგრესი შეგრძნება. არწივის თვალით უყურებთ არაგვის ხეობას. ხელი აქვს მისული. აიაკ. დანაში ზუსტად რამდენი ხარ მისული? 60. მაგრესია. ყველას გირჩევთ მოხვიდეთ და განიცადოთ ეს სიამოვნება, ვინც ნახავთ ამ ვიდეოს, დამიჯერეთ. ძალიან დიდი სიამოვნება გელოდებათ. ძალიან სერიოზულია, ახლა მთას გადაუყრენთ. შენი სახელი? როგორ? გოგა. მე და გოგა ერთად დავფრინავთ. ჯერჯერობით პირველ ფრენაზე გამოცდილებას დავაგროვებ. ნახოთ როგორ შეიძლება მართოს ადამიანმა. ვაიდან გადმოვედით. უყვებით კლდეებს. მაგარი შეიძლება. არწივის თვალიდანაც ზანახული დედამიწა სიცხვანაირი ყოფილა. დავიდა ავკრიფეთ სიჩქარე ავიწიეთ რომალა. ამინდის ხელს მიწვევს, ძალიან კაი ამინდია საფრენად. ვინც გადაწყვეტ ფრენას გისურვებთ კარგ ამინდს. პროფესიონალები ადგილზე დაგვხვდებიან. და განვითარება მინდა უსურვო ამ სპორტს. ნამდვილად სპორტია. მიჭირდება ამ ყველაფერს, ბევრი შრომა, სერტიფიკატები აგებიჭებს, გავლილი აქვთ 2 წლიანი, 3 წლიანი სწავლებები და მრავალწლიანი გამოცდილებებიც აქვთ ამ სფეროში. აგერ საკუთარ თავზე ვცნობ. ნამდვილია ეს ჩემი ცნობები და თქვენს იგივეს გისურვებთ. ისაც გისურვებთ კავკასიონის გებზე ფრენა შეგიძლიათ გიდაუში მოხვიდეთ. რა ქვია მაგ ადგილს? პანორამა. თუ გინდათ მიაღწიოთ ისეთ რამეს, რაც ჯერ არ გაქვთ და გააკეთოთ ის, რაც ჯერ არ გაგიკეთებია. გადავწყვიტეთ დღეს პირველად მეფრინა. შევიგრძენი რომ ამ ხეობის შვილი ვარ. არაგველების შთამომავალი და ჩვენ არაფერს არ გვეშინია საერთოდ.
რამდენი ფრენა გიწევს? გაჩნია ამის და ხალხს. აი საფრენი არის ბევრი. ნელი დღე ჰაერში გიწევს ყოფნა. ყველას თავისი ტრასა აქვს. ჰაერების სტანდარტებით ხდება და ხონა მექნება რომ შესაბამისმა ორგანოებმა მიხედონ ამ სპორტს საკმაოდ ღირებული და წარმატებული სპორტია, სპორტის სახეობაა ერთ-ერთი. რაც მთავარია ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავის გაძლიერებაში, რწმენის მომატებაში. ის გარეშეც არაფერი არ გამოდის. მაგარი ქარი იქნება, ხო? საღამოსკენ არის უკვე რა. ერთი ქვევით დაჯდა. როგორ? რაც სიმაღლე? გასაგებია. ეს საფრენია. ესე არასტაბილური ქარია. გასაგებია.
4-ზე ვიყავით დაახლოებით.